8 წევრი და 6 თვე სამუშაოდ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მუშაობას იწყებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელმაც 2012 წლებში ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს და სამართლებრივი რეაგირებისთვის პროკურატურას შესაბამისი დასკვნით მიმართოს. მიზანი იმ წინასაარჩევნო დაპირების შესრულება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ ძალად გამოცხადებას და მის პოლიტიკურად აკრძალვას გულისხმობს. დაგეგმილია წინა ხელისუფლების თანამდებობის პირთა დაბარებაც. კომისიის წევრები დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი ფაქტების წარდგენას თხოვენ მოქალაქეებსაც. გეგმა 2008 წლის საომარი მოქმედებების გამარემოებების გამოძიებაც. 10 წევრიან კომისიაში თავისუფალი რჩება 2 ადგილი, რომლებიც გიორგი გახარიას პარტიისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ოპოზიციის კვოტებით კომისიაში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობისგან გამოყოფილი ხალხის ძალის და ევროპელი სოციალისტების დეპუტატები ჩაერთვებიან. ხელისუფლების ოპონენტები კომისიის გეგმას ოპოზიციის განადგურების მცდელობად აფასებენ. ოპოზიციის ნაწილს აინტერესებს, რატომ დადგა დღის წესრიგში შესაბამისი კომისიის შექმნის საკითხი ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლიდან 12 წლის შემდეგ. მიზანი არის, რომ ჩვენ შევაფასოთ, ვინ მართავდა სახელმწიფოს 2003-2012 წლებში, როგორ მართავდა. მიზანი გაწერილია. დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით იწყებს. თუმცა, როგორც ამბობენ, არა ნულიდან, რადგან კომისია 2003-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროის შეფასებისას დაეყრდნობა კონკრეტულ საკითხებზე უკვე გამოტანილ განაჩენებსაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც თუ საერთაშორისო ანგარიშებს. მზად არიან განიხილონ მოქალაქეთა მიმართვებით კონკრეტულ საქმეებთან თუ ფაქტებთან დაკავშირებით. გეგმავენ მოусმინონ მოწმეებს, მათ ვინც თავს წინა ხელისუფლების ქმედებების მსხვერპლად თვლის. გამოკითხვაზე დაიბარებენ მათაც, ვინც ნაციონალური მოძრაობის დროს თანამდებობებს იკავებდნენ. ჩვენ ალბათ რეჟიმს ვერ დავახასიათებთ ისე, თუ ჩამორთმეულ ქონებებზე არ ვიმუშავებთ. არის ეს ციხეების მიმართულება, სასამართლოს მიმართულება და ზოგადად სისხლის სამართლებრივი ბლოკი, ქონებები, რომლებიც სისხლის სამართალთანაც იყო კავშირში, ვიცით, ცნობილი გვირაბის ამბავი იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას შორის. სამოქალაქო მიმართულება, ადმინისტრაციული მიმართულება, საჯარო მოხელეების მიმართულება, ეგრეთ წოდებული ჩარეცხილები, არჩევნების მიმართულება, რა ძალიან მნიშვნელოვანია და რატომღაც აღარ ისმის ასე ხშირად ეს თემა, იმიტომ რომ როგორი არჩევნებით მოვიდნენ და როგორ არჩევნებს ატარებდნენ, ესეც საინტერესო შესასწავლი იქნება რეჟიმის დასახასიათებლად. არის საქმეები, რაც არის დაკავშირებული 2008 წელს მომხდარ მოვლენებთან, ომთან და ამ ომში სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ღალატთან და ამ ღალატის კაფიო მაგალითია თუნდაც სტრასბურგის რეზოლუცია 1623 ყველამ კარგად ვიცით, აღარ გავიმეორებ, ან რატომ მოხდა, რომ აი ზუსტად ომის წინ ახალგორის მუნიციპალიტეტი, ახალგორის რაიონი, როგორც მაშინ ერქვა, რომელიც შედიოდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გამოყვეს იქიდან და მანამ 20 წლის წინ გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე-ფაქტო აღდგენა მოახდინეს და იქ რაღაცა აბსოლუტურად არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს. რა იყო ამის მიზანი? აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩემი აზრით იმ სარჩელზეც, რომელიც 2008 წელს შევიდა სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ. რამდენად იყო ეს კავშირში, ვთქვათ, ხელისუფლების იმდროინდელ გატარებულ პოლიტიკასთან, ის ვინც შეიტანა დღეს ძალიან აქტიურად ოპერირებს ქართულ პოლიტიკაში და გონია, რომ მაშინ ძალიან საშუალო საქმე ჩაიდინა. ან თუ ასე ხელისუფლებას პირდაპირ დავალებით არ მოქმედებდნენ, რატომ არ მოხდა ხელისუფლების მაშინდელი ორგანოების მიერ შეფასება თუნდაც ამ ფაქტისა, რომ ეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ადანაშაულებდა ქართულ სამხედროებს მასობრივ შელახვაში ადამიანის უფლებებს. 9 წლიან პერიოდზე მუშაობისას დროებითი საგამოძიებო კომისია ყველა მიმართულების განხილვასა და შესწავლას გეგმავს, თუმცა როგორც პირველი ხდომიდანვე გამოიკვეთა, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი 2008 წლის აგვისტოს ომი და მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების ქმედებები იქნება. კომისიის წევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აგვისტოს ომის შესწავლა არც ერთ შემთხვევაში არ შეეხებათ ჯარისკაცებს. ჩვენ პირიქით, რაც შეეხება ჯარს და ჯარისკაცს, მათი უფლებების, შელახული უფლებების გამოკვლევაზე ვიმუშავებთ, მაგრამ ომის ნაწილში, როგორც აქ აღინიშნა, დავინტერესდებით პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობით. შესაძლებელი იყო თუ არა ობიექტურად
რომ თუნდაც ის ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში დავა რუსეთის წინააღმდეგ უკეთესად მომზადებულიყო და ცხელკვალზე ასე ვთქვათ მოგებულიც ყოფილიყო. სად წავიდა და რატომ წავიდა ქვეყნიდან აბსოლუტურად ყველანაირი მიღება ჩაბარების აქტის გარეშე ის ისკანდერი, რომელიც ჩამოაგდო რუსმა გორში და სანამ ჩვენ არ დავაბრუნეთ ქვეყანაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ამას ზოგიერთი ახალგაზრდის გასაგონად ვამბობ. ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყნიდან გატანილი, უკანონოდ გატანილი ისკანდერი და დავდეთ სტრასბურგში მაგიდაზე ისკანდერი ვთქვით, რომ ეს არის, რაც ჩამოაგდო რუსეთმა და თავისი სერიული ნომერიც იყო იქ. სხვა მხრივ ვეღარ ვიგებდით იმ დავას რუსეთში, ამიტომ ყველაფერი ეს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა, რა თქმა უნდა, იქნება შესასწავლი. დროებითი საგამოძიებო კომისია 10 კაციანი შემადგენლობითაა განსაზღვრული, თუმცა ამ დროისთვის 8 დეპუტატი მუშაობს, მათგან 5 ქართული ოცნების კვოტით. დანარჩენი 5 ოპოზიციას უნდა აეთვისებინა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბარიერ გადალახულმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვეს, კომისიაში 2-ს ხალხის ძალა წარმოადგენს, 1 ევროპელ სოციალისტებს ერგოთ. დარჩენილი 2 ადგილი კი კომისიაში თავისუფალია. ამ ადგილების დაკავება მოცემულ ვითარებაში მხოლოდ გიორგი გახარიას პარტიის ოფიციალურად ჯერ ისევ მოქმედ დეპუტატ წევრებს შეუძლიათ, თუმცა როგორც პარტიაში ამბობენ ისინი ამას არ აპირებენ, ისევე როგორც არ გეგმავენ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას. გიორგი გახარიას პარტიის წევრებიც სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მსგავსად საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანსა თუ მუშაობას კრიტიკულად აფასებენ. განსაკუთრებით კრიტიკულები არიან ნაციონალურ მოძრაობაში. იმ პარტიაში, ვის წევრებსაც საბარაუდოდ კომისია კითხვებზე პასუხების გასაცემად სხდომებზე დაიბარებს. არავინ არ არის დაზღვეული იმისკენ, რომ დააკავონ სხვადასხვა გამოგონილი ბრალდებით. ამიტომ ახლა რაც არ უნდა, რითაც არ უნდა დაემუქრონ ისინი პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ეს შიში უკვე გამხრალია, ყველა უკვე მზად არის იმისთვის, რომ ამ რეპრესულ აპარატს დაუპირისპირდეს და ახლა რეპრესული აპარატის კონკრეტული ღონისძიებები მათზეა დამოკიდებული და არა ჩვენზე. თვით გამოცხადებულ პარლამენტში, თვით გამოცხადებული კომისიის შექმნა რაღაცა ეფემერული და ზღაპრული შინაარსის თემების გარკვევით 12 წლის თავზე მას შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობა დასრულდა, არის უბრალოდ საცირკო წარმოდგენა. როდესაც ვიღაცის გასამართლებაზეა საუბარი, ამისი უფლება უნდა გქონდეს. უნდა დაიწყო შენ თვითონ შენი თავი. ამიტომ ნაცებს რამდენად გაასამართლებენ არ მაქვს ამისი მოლოდინი, იმიტომ რომ დღეს ოცნებაში ნახევარზე მეტი, მათ შორის პარლამენტში არის ნაცმოძრაობის რეჟიმის მსახური. ამიტომ მოლოდინი რომ ნაცებს გაასამართლებენ არ მაქვს. ოპოზიციის სკეპტიციზმსა თუ კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს მმართველი გუნდი, სადაც თვლიან, რომ კომისიის შექმნაც და 2003-2012 წლების პოლიტიკური შეფასება მნიშვნელოვანია მათ შორის პოლიტიკური პროცესებისთვისაც. რაც შეეხება საკითხს, გეგმავენ თუ არა ნაციონალური მოძრაობის წევრები კომისიასთან თანამშრომლობას, მმართველი გუნდი პასუხობს, რომ მათ ამას კანონი ავალდებულებს. რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისია უფლებამოსილი არ არის კონკრეტული მუხლების კვალიფიკაციაზე ილაპარაკოს, თუ შეამჩნია, რომ მის ხელთ არსებულ მასალებში არის თქვა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ვინც უფლებამოსილია, იმას გადაუგზავნით. ეს არის საქართველოს პროკურატურა. ისეთი ნაბიჯები გადადგეს 2008 წლამდე და 2008 წელს განსაკუთრებით და მას შემდეგაც რომ ახლა ჩვენ კომისიაზე თუ დაიწყეს რომ არასერიოზულიაო, არაფრით არ გამიკვირდება. სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი მუხლი. საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, შემდგომში მათ საქმე ექნებათ საქართველოს პროკურატურასთან. ეს არის შეგახსენებთ უმძიმესი დანაშაულები, ეს არის უამრავი ადამიანის მკვლელობა, ადამიანების წამება, სისტემური დანაშაული, რაც ხდებოდა ციხეებში, ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი, რაც შეეხო 10,000-ობით ადამიანს ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო 2008 წლის ომის დანაშაული, უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი მაშინდელი რეჟიმის მიერ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა. 2003-2012 წლებში მოქმედი პოლიტიკური ძალისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას მუშაობისთვის პირველ ეტაპზე 3 თვიანი ვადა აქვს. თუმცა შესაძლოა ეს ვადა დამატებით კიდევ 3 თვით გაიზარდოს. საბოლოო ჯამში კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება. დეპუტატები არც იმას გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური შეფასების პარალელურად კომისიის დასკვნა საგამოძიებო უწყებებსაც გადაეგზავნოს.